მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ Windows 7-ის კიდევ რამოდენიმე ფუნქციონალს. დავიწყოთ დესკტოპზე მარჯვენა კლიკის სას გამოდის კონტექსტური მენიუ, როგორც ყოველდღე ვნახეთ. და აქ გვაქვს ასეთი screen resolution ფუნქცია, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ეკრანის რეზოლუცია მოვმართოთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს. Resolution-ში არჩეული გვაქვს ამ წუთას 1280x1080-ზე, განხილებით რომ ეს არის პიქსელების რაოდენობა სიგანეზე. და აქ შეგვიძლია შევცვალოთ მათი რაოდენობა, ხედავთ რომ ეკრანი შესაბამისად იცვლება, რეკომენდირებული არის გამოიყენოთ ის, რომელიც არის შესაძლებელი. აქ გვაქვს აგრეთვე orientation-ი, ანუ როგორი ტიპის იყოს ჩვენი ეკრანი, ახლა გვაქვს landscape-ი დაყენებული, შეგვიძლია გავხედოთ პორტრეტული, დავაჭიროთ apply-ს და ხედავთ რომ ძალიან ცუდი რაღაცა ვქენი. ძალიან მიჭირს უკვე მაუსის მართვა. ვფიქრობ რომ არ უნდა მექნა, თუმცა რამოდენიმე წამში თვითონ გადმოატრიალებს უკან, ვინაიდან მე არ დავეთანხმე. გვაქვს აგრეთვე landscape free და მოდით აღარ შევცვლი, დავაყენებ landscape-ზე და დავეთანხმები. აქ გვაქვს advanced setting-ები, რომელიც პრინციპში ჩვენ ახლა არაფერში არ გვჭირდება, ვინაიდან ჩვენი კურსი არის ახალ სიხმადონეზე ჩასვლას. და მოდი ახლა განვიხილოთ personalized, რომელშიც გვაქვს მრავალი ფუნქციონალი. პირველ რიგში თქვენ ხედავთ, რომ აქ არის Windows-ის სტანდარტული თემები, რომელსაც იგი თავაზობთ და მე მეყენებ პირველი მათგანი. ეს არის მეორე თემაზე დაჭერისას იცვლება იგი. თემის შესვლა გულისხმობს არა მხოლოდ background-ის შეცვლას, არამედ მისი სტანდარტული მუსიკის შეცვლას, თქვა ერორებზე ამოვარდნილი მუსიკის შეცვლას, screensaver-ების შეცვლას და სხვადასხვა პარამეტრების მომართვას. აქ არის მრავალი თემები. თქვენ შეგვიძლიათ აგრეთვე არჩიოთ basic და უფრო ძველი თემები Windows-ისთვის. შეგიძლიათ არჩეულ თემაში desktop background-ს დააჭიროთ და ნახავთ რა სურათებს იყენებს ეს თემა, თუ რომელიმე მათგანი არ გსურთ, იგი ამორთოთ. აქ აგრეთვე შეგიძლიათ მივთითოთ კონკრეტული სურათი, როგორც ჩანდეს ეკრანზე. Fill, fit, stretch, title, center, ყველა სხვადასხვა ფუნქცია აქვს. Fill არის რომ მთლიანად დავსებს ეკრანს, fit-ი არის ერგება ცენტრში, stretch-ი იწელება და სხვადასხვა ფუნქციონალები. აქ ამ პატარა სიაში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რამდენი ხნის განმავლობაში ეყენოს თითოეული სურათი. მოდით მე აქ ძალიან პროექტს ავირჩევ და სხვა თემიდან ჩავუთავ ერთ სურათს. დავასეივოთ და ნახავთ რომ 10 წამში ერთხელ სურათი შეიქმნება, დავაუდოთ. აი, მართლაც ესე მოხდა. მოდით დავუბრუნდეთ personalize-ში და ზევით ჩამოვშენოთ რომ მაქვს მე სხვადასხვა თემები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ჩამოტვირთოთ. შევცვალე, დავაყენე უკვე სხვა თემა. Get more themes online-ს რომ დავუწევით. შედის MS-DN-ის საიტზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ მრავალი თემა ჩამოტვირთოთ. მოდით ახლა მე ჩამოტვირთავ ერთ მათგანს. მაგალითად ეს download ესე. დავუბრუნდეთ desktop-ზე. დავუბრუნდეთ რამდენიმე წამი. აუჯერადი კლიკი და თემა დაყენებულია, როგორც ხედავთ. თქვენ შეგვიძლიათ თქვენი თემების ჩააგდოთ და გამოიყენოთ იგი. აგრეთვე აქ გვაქვს Windows Color-ი, თუ ჩვენ სურთ რომ უბრალოდ ფერი იყენოს desktop-ზე ან ფანჯრის ფერები ვაკონტროლოთ, აი ნახეთ, როდესაც ვცვლი მწვანეზე, უკვე ჩემი ფანჯრის ვიზუალი გახდა მწვანე ფერის. აქ გვაქვს აგრეთვე transparency-ის კოეფიციენტის ზრდა და დარეგულირება, ანუ რამდენად გამჭვირვალე იყოს, თუ ბოლომდე დავწერთ, თუ გამჭვირვალეა, თუ ბოლომდე ავწერთ, არ არის გამჭვირვალე და ასე შემდეგ დავუბრუნდეთ მოდით უკან. პრინციპში ხო, ეს დაგვჭირა ეს ფუნქციონალი, ესეც ვნახოთ რა არის. აქ გვაქვს სამი რეჟიმი, default-ი არის დაყენებული smaller-ი 100%, ანუ როგორ იყოს ზოგადად გამოსახულებები განლაგებული. Medium-ს რო დავაყენეთ, ეს ნიშნავს 125% და მეუბნება რომ ეს შენი ეკრანს არ არის რეკომენდირებულიო და მოდით დავაყენებ ისევ
controllers. პრინციპში სულ ეს იყო რაც ამ ვიდეოში მსურდა მისაუბრა. მოვალ შეხვედრამდე.